იმდენი უსმინდა აღნიშნო, სიამაყეს გარკვეულ ბრჭყალებში, რომ ჰიტლერს ყავდა უпроსტორად გებელსი, მხოლოდ ერთ დიქტატორთან იყო პროპაგანდის მინისტრი, ჰიტლერთან. ბატონ შალვას მდგომარეობაში მე შევდივარ, ის იყო ჯერ სააკაშვილთან პროპაგანდის მინისტრი ფაქტობრივი ვარდების რევოლუციის დროს და შემდგომ ბიძინას პროპაგანდის მინისტრი იყო და იმედია რომ პასუხისმგებლობას გრძნობს ბატონ შალვა, რაც მოხდა ქვეყნის თავზე მაშინ, ერთ-ერთი მთავარი. მაშინ, როდესაც თქვენ მას პრემიერობას თავაზობთ. მე ბატონ ივანიშვილის პრემიერობას შევთავაზე ჩემი პრეზიდენტობის ქვეშ. ხო, მაგრამ მას არ შევთავაზე მე კიმირსენობა, ბუდობა და კერპობა, როგორც ჩემ ანუ ცუდი ადამიანის როცა ჩემი პრეზიდენტობის ქვეშ იქნებოდა ბატონ ივანიშვილი, იმ 7 მილიარდს, რომელიც გადამალული აქვს ახლა ოფშორულ კუნძულებზე, გამოიტანდა და ლარს გაამყარებდა. როცა ჩემი პრეზიდენტობის ქვეშ იქნებოდა ბატონ ივანიშვილი, ერთი წამი ფულს დაძდებდა ქვეყნის საკეთილდღეობას. აბა ვის რაში უნდა ივანიშვილი, მაგისი ტყავი არ გამოდგება და კანი არ გამოდგება. ტვინი მაგას არა. ზნეობა მაგას არა. ვინაცობა მაგას არა. არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცრუ მატყუარა ისტორიაში შევა როგორც ერის გადამგდები, ეხლა არიან გადამგდებები, ვიცით რომ თქვა მაგას გადააგდეს მეზობელს გადააგდეს, ქალაქს გადააგდეს. თავაზობდი იმისათვის რომ მისი ფინანსები ჩადებული იყო ქვეყნის ეკონომიკაში, მაგრამ თქვენგან განსხვავებით თქვენ პირადად ზალავდით ფულს ბეკაუხსა მე სახელმწიფოსთვის. რაც დაიწყო დებატები საუბარია უანგაროთ, ანგარებით, ფული ასე შემდეგ. ჯიბდა 5 წელი პარლამენტში არც კი გამოცხადებული ხართ წინამოწვევის, მაგრამ ხელფას იღებდით. არ გამოცხადი, გაყალბებული არჩევნებისადმი პროტესტის ნიშნად იმ პერიოდში მე უფასო საშუალო განათლება დავაგანონე. იმ პერიოდში დენის ტარიფი დავწერე 11 თეთრამდე. ამის გამო გადავიკიდე მთელი ევროპა და შეერთებული შტატები. იმ პერიოდში ტყი არ გავაჩეხიე, ვაზი არ გავაჩეხიე. უკან მიმარჩევი სიტყვა. დუდა, შენ ლეიბორისტი გახდი?